მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეს გახლავთ გადაცემა ამბები ღმერთსა და ადამიანებზე, მე კი მისი წამყვანი თამარ ცქიტიშვილი ვარ. რას ნიშნავს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საჭეთმყრობლის ტიტული, კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი. საიდან იღებს ის სათავეს და როგორია მისი ისტორია? იხილეთ ჩვენ მიერ მომზადებულ სიუჟეტში. სიყვარულით გლოცავთ, ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით სიონის წმინდა ტაძარში. ამ ტაძრის სიწმინდე კიდევ უფრო დიადი გახდა იმის შემდგომაც აქ დაივანა ჩვენმა უწმინდესმა პატრიარქმა ილია მეორემ და ვადიდებთ უფალ ღმერთს, რადგანაც ის არის სხვა დიდ პატრიარქთა შორის სიონში. ეს არის ჩვენი კათოლიკოს პატრიარქი და ისმის კითხვა მართლაც ესეთი ტიტული რატომ აქვს საქართველოს ეკლესიის მეთაურს. ამას აქვს თავისი ღრმა 1000-წლოვანი ისტორია, 1000-წლოვანი წარსული. უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი საკათოლიკოსო ეკლესია ჰქონდა თავდაპირველად, საკათოლიკოსო ეკლესია, როცა მე-4 საუკუნეში იოანე შემოვიდა ჩვენთან იერუსალიმიდან და რომის იმპერიიდან, კონსტანტინე იმპერატორის მიერ გამოგზავნილი, ელენე დედოფლის მიერ გამოგზავნილი, წმინდანინოს თხოვნით და მეფე მერიანის თხოვნით, მას ჰქონდა ტიტული უდელი ჭეშმარიტი და ეპისკოპოსი. ასეთი ტიტული ჰქონდა, მაგრამ თავის მოღვაწეობის დასასრულს ის გახდა უკვე მთავარი ეპისკოპოსი, ანუ მის გარდა კიდე სხვა ეპისკოპოსებიც იყვნენ. და რუსეთის კრება ამ იოანეს უწოდებს კათოლიკოს ეპისკოპოსს. რატო უწოდებს კათოლიკოს? კათოლოს ნიშნავს საყოველთაოს, ანუ ის იყო საყოველთაო ეპისკოპოსი, ანუ მთავარი ეპისკოპოსი. მაგრამ ოფიციალურად ჩვენი ეკლესია საკათოლიკოსო გახდა მე-5 საუკუნეში ვახტანგ გორგასლის დროს. და შემდგომ ამისა გაძლიერდა ქართლის საკათოლიკოსო ერქვა მას სახელი, ძალზე გაძლიერდა საკათოლიკოსო და მოიცავდა სრულიად საქართველოს და ამის შემდგომ ისეთ გაიზარდა საეპისკოპოსების რაოდენობა, საურავლოების რაოდენობა, შეიცვალა სახელმწიფო მმართველობის სისტემები, ჩამოყალიბდა ახალი სამეფოები, რომ ეკლესიის მმართველობის გაადვილების მიზნით დასავლეთ საქართველოში ჩამოყალიბდა საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი ფრთა, აფხაზეთის საკათოლიკოსო. ანუ ამის შემდგომ საქართველოს ეკლესიას ყავდა ორი საკათოლიკოსო, ქართლის საკათოლიკოსო და აფხაზეთის საკათოლიკოსო. აფხაზეთის საკათოლიკოსო დღეს ესმით თითქოს რაღაც უცხო არის. აფხაზეთი საკათოლიკოსო იყო ქართულენოვანი, ქართული საკათოლიკოსო, ჩვეულებრივი ქართული საკათოლიკოსო და იყო რა თქმა უნდა ქართულენზე წიროლოცო და ყველაფერი აბსოლუტურად იყო ქართული და აფხაზი ერქვა საერთოდ ზოგადად ქართულს. ხოლო სხვა ეს მე ვლაპარაკობ რა მოხდა მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8 საუკუნეებში. და შემდგომ აფსუების შემოსვლა მოხდა მე-17 და 1000 წლის მერე აფსუებს და ქვია ახლა დაუწახეს აფხაზები, მაგრამ ეს არის შემდეგი მე ვლაპარაკობ ძველ დროზე. ანუ ჩვენ ქართველებს
საქართველოს ყავდა ორი საკათოლიკოსო, ერთი ეკლესია, რომელშიც იყო ორი საკათოლიკოსო, ანუ ორი სამეტროპოლიტო ოლქი. ასევე მოწყობილი მსოფლიო ეკლესიას. მაგალითად, ბერძნული ეკლესია არის ერთიანი ეკლესია, რომელსაც ყავს რამდენიმე საპატრიარქო ეკლესია, რამდენიმე თავისთავადი. და ასევე სომხურ ეკლესიასაც ასევე აქვს დღესაც ორი საპატრიარქო და ორი საკათოლიკოსო. დღესაც 4 საეკლესიო ერთეული აქვს. და ჩვენ, როგორც მოგახსენებთ, გქონდა ძირითადად ორი საეკლესიო ერთეული, ეს იყო აფხაზეთის საკათოლიკოსო და მცხეთის, ანუ ქართლის საკათოლიკოსო. მაგრამ მე-7 საუკუნეში მოხდება მე-6 მსოფლიო კრება და ჩვენ იმიტომ ვამბობ, რომ ქართლის ცხოვრება თქვენ კითხვას ცემს პასუხს, ქართლის ცხოვრება. ესე იგი, იქ წერია, რომ ესე იგი ამ კრებაზე ჩვენ ეკლესიის მეთაურს მიენიჭა პატრიარქის ტიტული, ანუ მე-7 საუკუნეში. ესე იგი, ჩვენი ქართლის ცხოვრებაში არის ჩანართი, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს ეკლესიის მეთაურს ენიჭება პატრიარქის ტიტული და ღირსებით არის როგორც სხვა საპატრიარქო ეკლესიები, ეს არის საქართველოს ეკლესიას. ანუ ჩვენ გვქონდა ორი საკათოლიკოსო და მის მეთაურს ეწოდა პატრიარქი. ანუ ის აერთიანებს ორ ტახტს, ქვია კათოლიკოსი ქართლისა და პატრიარქი საქართველოისა. ორი ტახტი არის. როგორც კათოლიკოსს აქვს ტიტული უნიტარესი, როგორც პატრიარქს აქვს ტიტული უწმინდესი. ანუ ორი ტახტი არის გაერთიანებული. ავტომატურად ქართლის კათოლიკოსი ხდებოდა საქართველოს პატრიარქი. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორე, რომ უფრო გასაგები იყოს. ანუ ჩვენ გვქონდა ორი საეკლესიო ერთეული, აფხაზეთის საკათოლიკოსო, ქართლის საკათოლიკოსო. ქართლის საკათოლიკოსოს მეთაურს დაერქვა პატრიარქი, ანუ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. და ესე იგი ორი ტახტს აერთიანებდა კათოლიკოსი, ანუ სამეტროპოლიტო ოლქის, ანუ საკათოლიკოსოს მეთაური იყო და ამავე დროს იყო სრულიად საქართველოს პატრიარქი. ორი ტახტს აერთიანებდა და ჰქონდა ორი ტიტული, ანუ იყო კათოლიკოსის, იყო პატრიარქის, იყო უწმინდესი როგორც პატრიარქი და უნიტარესი როგორც კათოლიკოსი. ორი ტიტული. ახლა ეს საინტერესო ერთი ისტორიული მომენტი. მერე გავიდა საუკუნეები ამ ტიტულის დასაზუსტებლად. და ესე იგი მოხდა ისეთნაირად, რომ როცა სპარსეთის იმპერიამ საბლით მოახჭო ჩვენი წმინდა მეფე ლუარსაბ მეორე, ახალგაზრდა მეფე დააპატიმრეს ციხეში და საბლით მოაშთეს, მის მერე ტახტზე ავიდნენ აქ თბილისში, ანუ ქართლის ტახტზე ავიდნენ მუსულმანი მმართველები. მუსულმანი მმართველები ძალიან დევნიდნენ ქართულ ეკლესიას. ძალზე თქვა დევდემონ კათოლიკოსი შურის ციხიდან გადმოაგდეს და მოკლეს და ასე ექცეოდნენ ძალზე ძიმედ და ქართლის საკათოლიკოსო ძალზე დასუსტდა. და რადგანაც აფხაზეთის საკათოლიკოსო იყო იგივე ქართული ეკლესია, მან აიღო თავის თავზე ქართული ეკლესიის მეთაურობა და აი ამ მუსულმანების მმართველობის დროს აფხაზეთის კათოლიკოსს ჰქონდა ტიტული სრულიად საქართველოს პატრიარქი. ანუ მას ეწოდებოდა აფხაზეთის კათოლიკოსი და სრულიად საქართველოს პატრიარქი. ასეთია მაგალითად გრიგოლ მესამე აფხაზეთის კათოლიკოსი, ძალზე ცნობილი და მის საბუთებში წერია რა საქართველოს პატრიარქი, კათოლიკოსი აფხაზეთისა გრიგოლი. და მე როცა დაბრუნდა ისე ქრისტიანი მეფეების მმართველობა, თეოდორას მეორე როცა ავიდა ტახტზე და ანტო კათოლიკოსი, კვლავ დაებრუნა ეკლესიამ, მცხეთის ეკლესიამ თავისი თავდაპირველი მდგომარეობა კვლავ აღორძინდა, აღდგა და კვლავ მერე მცხეთელს, ანუ ქართლის კათოლიკოსს ეწოდებოდა პატრიარქი საქართველოს. ანუ კათოლიკოს პატრიარქი ძველად ეწოდებოდა საკათოლიკოსოს მეთაურს, რომელიც ამავე დროს იყო პატრიარქი. ანუ ორი ტახტის მკრობელი იყო ჩვენი კათოლიკოს პატრიარქი. დღეს ამ ტახტის მფლობელი არის ჩვენი უწმინდესი პატრიარქი შიო მესამე, რომელსაც ჩვენ დიდ პატივს ვსვემთ. ეს არის ახალი ძალა, ახალი ენერგია, ახალი სიცოცხლე, ახალი სიხარული. ჩვენ ვლოცულობთ, რომ ეს იყოს გამგზელებელი ჩვენი უწმინდესი პატრიარქი ილიას მეორის გზისა და ეს იქნება დიდი საქმე ჩვენი ეკლესიისა, ჩვენი ერისათვის. წმინდანთა ცხოვრება, წმინდა იოსებ მგალობელი. ღირსი იოსებ მგალობელი მე-9 საუკუნეში სიცილიაში დაიბადა. იგი კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში იზრდებოდა. იოსები ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა სიმშვიდითა და თავშეკავებით. საკუთარი სურვილით მარხულობდა.
უყვარდა განმარტოვებული ლოცვა და ფიქრი. როდესაც იოსები 15 წლის გახდა, მისი მშობლები ბარბაროსების თავდასხმებს გაერიდნენ და პელოპონესში გადასახლდნენ. ჭაბუკმა იოსებმა მშობლებს კურთხევა გამოსთხოვა და თესალონიკში წავიდა. იქ ყმაწვილი ერთ-ერთ მონასტერში დამკვიდრდა. რამდენიმე წლის შემდეგ თავმდაბლობითა და შრომის მოყვარეობით გამორჩეული ღირსი იოსები მდელ მონას უნდა დაკურთხეს. ამ დროს ბიზანტიაში არის საშინელი მდგომარეობა სულიერი თვალსაზრისით. ხატმებრძოლეობის ერესი არის უკვე წვალებლობა არის გავრცელებული. იმ დონეზე, რომ ესე იგი პატრიარქი არის ხატმებრძოლი, იმპერატორი არის ხატმებრძოლი. და ძალიან რთული სიტუაცია არის ამ მხრივ. ესე იგი, საერთოდ ქრისტიანობის ისტორიაში მაგალითად 10 დიდი დევნა იყო, როდესაც ფიზიკურად დევნიდნენ ქრისტიანებს. და როგორც ერთ-ერთი ღვთისმეტყველი აღნიშნავს, ეს იყო დემონური ძალთა ტაქტიკა ასეთი ბრძოლის, რომ დაეშინებიათ ყველა ჭეშმარიტების ქადაგებელი, მაგრამ უკვე ეფექტი იყო. შიშის ნაცვლად პირიქით ძლიერდებოდა ქრისტეს სიყვარული და სიკვდილით საერთოდაც არ ეშინოდათ ქრისტიანებს. საერთოდ თვითონ მიდიოდნენ სიკვდილზე, მოწამეობაზე და ამას ყველაფერს სიხარულით აღასრულებდნენ. მაგრამ როგორც ერთი წმინდა მამა ამბობს, შეხედარა ეშმაკმა, რომ აი ამას შედეგი არ მოაქვს, მერე შეცვალა ტაქტიკა და მერე დაიწყო მწვალებლობის ხანა კაცობრიობის ისტორიაში. ასეთი იყო ხატმებრძოლეობაც, რომ აი მოიფიქრეს იმ ეპოქაში, რომ ეს იყო ერთ-ერთი დიდი პრობლემა და არასწორი და ღმერთისგან ადამიანის, ესე იგი, ტყუილი, რომ ეს არის ფიცრის თაყვანის, ფიცარს არ უნდა სცე თაყვანი და ამ კუთხით უყურებდნენ, რომ ესე იგი, ეს ხატი არის კერპი და არა რა შუაში აქვს ქრისტე, რა შუაში აქვს ღვთისმშობელი, როდესაც შენ კერპთაყვანისმცემელი ხარ და უნდათ რომ ამ კერპთაყვანისმცემლობიდან დაეხსნათ, ასე ვთქვათ, ღმერთისაკენ მიმავალი ერი. და ამ დროს აი მან იყო სწორედ ის ერთი ის არასწორი სწავლებები და თუ ერთი შეცდი, აი მაგალითად მატარებელი ერთი თუ გადავიდა ლიანდაგიდან, ის მერე გადავა და უკან ვეღარ მოტრიალდება თავისით. არადა ხატის შექმნის საბაბი თვითონ ქრისტემ მოგცა. გარდა ამისა, მან ხო, ესე იგი, თავისი ხელთუქმნელი ხატიც დაგვიტოვა, ასე დაგვიტოვა ღვთისმშობელმა. ერეტიკოსების მამხილებელ და სიმართლისთვის მებრძოლ ადამიანებს საშინელი დევნის, ცილისწამებისა და ტანჯვის გადატანა უხდებოდათ. ხატმებრძოლეობის ერეს სამხელდა ღირსი იოსებიც. ერთხელ მის მონასტერში მივიდა გრიგოლ დეკაპოლელი, რომელმაც ახალგაზრდა ბერე კონსტანტინოპოლში წაიყვანა. ღირსი მამები ხატის თაყვანისცემის უფლებისთვის უშიშრად იბრძოდნენ. ხალხს სიმართლეს უქადაგებდნენ და მართლმადიდებლებს განამტკიცებდნენ. კეთილი ადამიანის არსებობა ეს უკვე მხილებაა ბოროტებისა. იოსებ მგალობელი მთელი თავისი ცხოვრება ერთგულებდა ღმერთს. ძალიან გაუჭირდათ თესალონიკის ესე იგი და ბიზანტიის ეკლესიას ძალიან გაუჭირდა, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ახლა პატრიარქი არის ხატმებრძოლი, იმპერატორი არის ხატმებრძოლი და ქრისტიანები როგორ პრესში იქნებოდნენ და როგორ დევნაში. უნდათ შემწეობა, დახმარება, ვისგან უნდა მიეღოთ ეს დახმარება და ერთ-ერთი მოიფიქრეს, რომ დიდებული რომის ეკლესიისაგან და ეს მე-9 საუკუნეა, ჯერ გაყოფილი არ არის ეკლესია ორ სამწუხარო ნაწილად და აი რახან იოსები იყო თვითონ იტალიელი წარმოშობით სიცილიიდან, ის მიავლინეს რომის პაპთან ამ გარკვეული თხოვნით. მაგრამ გზაზე, როდესაც მიდიოდა, ის ყაჩაღებმა შეიპყრეს და მერე იმ მწვალებლებს მიყიდეს ეთყობა და სადღაც 6 წელი იყო ციხეში. ჩააგდეს ციხეში და რის გამოსჯი ადამიანს შენ რაირად რო არ წამს იმიტომ და აი ესე ჩააგდეს ციხეში. ღირს იოსებს 6 წლიანი ტყვეობის შემდეგ შობის ღამეს წმინდა ნიკოლოზი გამოეცხადა და ხატმებრძოლ იმპერატორის ლეონ სომეხის გარდაცვალება აუწყა. წმინდა ნიკოლოზმა ბერს გრაგნილი მიაწოდა. მოულოდნელად იოსებს ბორკილები დასცვივდა და სასწაულებრივად კონსტანტინოპოლის მახლობლად აღმოჩნდა. ტყვეობისგან საკვირველად გათავისუფლებულმა მოსაგრემ უფალს მადლობა შესწირა.
წმინდა იოსებს განსაკუთრებულად უყვარდა წმინდა ბართლომე მოციქული, ამიტომ გადაწყვიტა მისი სადიდებელი საგალობელი შეექმნა. ამისთვის 40 დღე ლოცვითა და მარხვით ემზადებოდა. წმინდა მოციქულ ბართლომეს ხსენების დღეს, წუხრის ლოცვაზე, იოსებს საყვარელი მოციქული გამოეცხადა და საეკლესიო საგალობლების შეთხზვის კურთხევა მისცა. ამის შემდეგ ღირს მამას საეკლესიო ჰიმნების შექმნის ნიჭი მიეცა. მან დაწერა ყველა წმინდა ღვთისმშობლის, ბართლომე მოციქულის, წმინდა ნიკოლოზის განსადიდებელი კანონები. სანამ ადამიანი რაიმეს შექმნის, თქვათ, ჰიმნს, ლოცვას, ან გნებავთ თანამედროვე გაგებით, რომ თქვათ, წიგნს თარგმნის, ან რაღაცა საღვთისმეტყველო ნაშრომს დაწერს, ამას უნდა უძღოდეს წინ მარხვა და ლოცვა და უნდა მიიღო კურთხევა ღვთისაგან და შენს ნაშრომს უნდა ეტყობოდეს ბეჭედი ღვთისა. სიტყვაო თქვენიო შეზავებული იყოსო მარილითა სულისა წმინდისაითაო. აი ასეთი ჩვენი საქმიანობა ზოგადად ადამიანების და მით უმეტეს ჰიმნოგრაფების, თარგმნელების, წიგნის ბეჭდავების თუ მკითხველების უნდა იყოს საღვთო მადლით სავსე. და ესე იგი არ შეიძლება რომ ჰიმნი დაწერო, ლოცვა დაწერო და ღმერთის სიყვარული არ ახლდეს მას. ან ამისთვის მზად არ იყო. ყოველთვის უნდა ვითხოვოთ ღმერთისაგან შემწეობა იმ საქმისათვის, რა საქმესაც ჩვენ ვაპირებთ. ამის მაგალითიც იყო წმინდა იოსები და მადლობა ღმერთს, რომ მისი ეს დამოკიდებულება და ღვთაებრივი კურთხევა ეტყობა მის ჰიმნებსაც და მის ცხოვრებას ზოგადად. კონსტანტინოპოლში მცირეხნიანი მშვიდობის შემდეგ ხატმებრძოლეობის ერესი ისევ განახლდა. კვლავ დაიწყეს მართლმორწმუნეების დევნა, შევიწროვება, წამება. ცხადია ღირსი იოსები არც ამჯერად დაემორჩილა ერეტიკოსებს და სიმართლის ქადაგება უშიშრად გააგრძელა. წმინდანმა ისევ დაითმინა დევნა და გადასახლება. ამჯერად მას სამღვდელო ხარისხიც ჩამოართვეს. იმ პერიოდის ბიზანტიის ისტორია გავს მღელვარე ზღვას, სადაც ხან დიდი ტალღები მოდის, ხან მცირე ტალღებია, ხან მშვიდდება სიტუაცია, ხან ისევ აბუბოქრდება, იმიტომ რომ ეშმაკი იბრძვის და მისი ესე იგი ბრძოლის ტაქტიკა შეცვლილია. მისი ეშმაკის თანამებრძოლები არიან მწვალებლები, რომლებიც ხან ძლიერდებიან ამ ქვეყანაზე, ხან თითქოს დაიმალებიან, მაგრამ არ ქრებიან, მერე ისევ ჩნდებიან და ასე შემდგომ. აი იოსების ცხოვრებაშიც ესეთი ღელვა იყო. ჯერ ერთი ხო მეფე და პატრიარქი იყო მწვალებელი. მერე ისევ დამშვიდდა ისტორია და იმპერატორი მოვიდა, რომელმაც აღადგინა თაყვანის, მერე ისევ მოვიდა ხატმებრძოლი და ну აი არ ვიცი კაცობრიობას რამხელა ისა გადატანილი ღელვა და ჩვენ იოსების ცხოვრებიდან ესეთ რამებს ვგებულობთ და შეგვიძლია დავასკვნათ. არა აქვს მნიშვნელობა რომელ ეპოქაში ცხოვრობ. შენ თუ ხარ პატიოსანი ადამიანი, შენ იპოვი ღმერთისაგან სავალ გზებს. მიუხედავად იმისა, გარეთ რა ხდება. მიუხედავად იმისა, აი ეკლესიაში რა ხდებოდა, მიუხედავად ამისა იპოვა ღმერთისაგან სავალი გზები. ღირსმა იოსებმა გადასახლებაში 9 წელი გაატარა. როდესაც ბიზანტიის დედოფალმა თეოდორამ საბოლოოდ აღადგინა ხატ-თაყვანისცემა და იმპერიაში სამართლიანობამ დაისადგურა, წმინდა იოსები გადასახლებიდან დააბრუნეს. პატრიარქმა ფოტიოსმა მას წართმეული სამღვდელო ხარისხი აღუდგინა და კონსტანტინოპოლის ტაძარში ხუცესად დანიშნა. პატრიარქი ფოტიოსი ღირს იოსებს მოძღვართ-მოძღვრად, ანგელოზთა სწორად და ღვთის კაცად იხსენიებდა. საეკლესიო იერარქიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თანამდებობა მისცეს საეკლესიო ჭურჭლის მცველად ითვლებოდა ეს და ძალიან მაღალი თანამდებობა იყო. ამ დროს მიეცა მას საშუალება, რომ თავისი ნიჭი, რომელიც ღვთის მადლით და მოციქულისგან მიეცა და წმინდა ნიკოლოზისგან, მთლიანად გამოევლინა და მისი ძირითადი შემოქმედება მის ამ პერიოდს ეხება. და ეხლა წარმოიდგინეთ, როგორი საინტერესოა მისი შემოქმედება, როდესაც
ეს ყველაფერი შექმნა ადამიანმა, რომელსაც ამხელა ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს. სიკეთესა და ბოროტების ჭიდილს ხო ხედავს ის, მაგრამ ძალიან მასში მნიშვნელოვანია ის თვისება, რაც თავში ჰქონდა ბავშვობაში, რომ ის იყო პატიოსანი, ის იყო კეთილი და ის იყო მორჩილი ღვთაებრივი მადლის. და როდესაც ადამიანი ღმერთს მორჩილებს, ის ავტომატურად ბოროტებას იშორებს. და ამიტომ არის ის წმინდანი. ამიტომ არის წმინდანი, რომ საღვთო მადლს ატარებდა და ეს მადლით აკეთებდა ყველაფერს, თუ რამეს აკეთებდა და მადლობა ღმერთს, რომ კაცობრიობის ისტორიაში ყავდა ასეთი ადამიანები, როგორც იოსებ მგალობელია და ჩვენ მათ იმიტომ ვიხსენებთ, რომ ჩვენც მივიღოთ მათგან აი ნიმუში ავიღოთ, როგორი უნდა ვიყოთ ჩვენ, რა უნდა ავირჩიოთ ცხოვრების საკეთებლად. საბოლოო ჯამში ის არის, რომ წმინდანი არის ადამიანი, რომელიც სინდისიერი და პატიოსანი ცხოვრებით ცხოვრობს, ასრულებს თავის მოვალეობებს და დაცულია ბოროტებისაგან, იმ ბოროტებისაგან, რაც ამ ქვეყანაზე ყოველთვის ხდება. ღრმად მოხუცებულ და დაუძლურებელ წმინდა იოსებს საკუთარი გარდაცვალების დრო უფლისგან ეუწყა. ნეტარი მოსაგრე საგანგებოდ მოემზადა ამ დღისთვის. ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარა, სამწყსო დაალოცა და სული უფალს შეავედრა. ეკლესიამ ღირს იოსებს განსაკუთრებული საეკლესიო ჰიმნების შექმნისთვის გალობელი უწოდა. სასწაული იყო მისი ცხოვრება. ყველა ეპოქაში არის შესაძლებელი წმინდა ცხოვრება და პატიოსანი ცხოვრება. აი ძნელია წარმოიდგინო უფრო რთული პერიოდი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, ვიდრე ეს იყო, თქვათ, ხატმებრძოლეობის პერიოდი. რთული პერიოდები ყოველთვის იყო, მაგრამ მის ცხოვრებაში რამდენჯერ რეები არ განიცადა, ხან ავაზაკებმა დაიჭირეს, ხან მწვალებლებმა ციხეში ჩააგდეს, ხან დევნეს, ხან გადაასახლეს, ხან პატივში აღმოჩნდა. მისთვის ეს არ იყო მთავარი. მთავარი იყო, რომ ის იყო პატიოსანი ადამიანი და ჩემი გაგებით და შეხედულებით ესეა, რომ პატიოსანი ადამიანი ეს არის ღმერთის მეგობარი ამ ქვეყანაზე. და იოსებ მგალობელი იყო ღმერთის მეგობარი ამ ქვეყანაზე. წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია ღირს იოსებ მგალობელს ძველი სტილით 4, ახალი სტილით კი 17 აპრილს მოიხსენიებს. ჩვენ დღეს ამით გემშვიდობებით დასასრულს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გადაცემის ამბები ღმერთსა და ადამიანებზე ნახვა შეგიძლიათ ყოველ კვირას 22 საათზე საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების ეთერში. გემშვიდობებით, ღმერთს ებარებოდეთ.